ეპსტინის ფაილები დაიდო და სიტუაცია დაიძაბა. ჯეფრი ეპსტინის ფაილები გამოუშვა კონგრესმა და იქ შეხვდებით იმ ადამიანების სახელებს, რომელიც ამარხზე უკვე ჩვენი მუდმივი სტუმრები გახდნენ და ამ ვიდეოში საინტერესო ფაქტებს და საინტერესო სახელებს განვიხილავთ თუ რა მოხდა მან. რა შუაშია ტრამპი და ილონ მასკი მასთან, რა შუაშია იუთუბერი მარკეფლაიერი მასთან და თავად ეპსტინი რა შუაში არის Five Nights at Freddy's-თან. დაიშოკებთ, რასაც გაიგებთ ამ ვიდეოში. მაგამდე კი არხი გამოიწერეთ და ვიდეო დაალაიქეთ. ეს არის ჩემი აუცილებელი თხოვნა და არა მოთხოვნა. ბიოლოგში ვინ იყო ეპსტინი და რატო გამოიწვია ამ ხელა აჟიოტაჟი, მოკლედ მოგიყვები. იგი იყო ამერიკელი ბიზნესმენი და ეკონომისტი, რომლის ქონებად შეადგენდა $600 მილიონ. კარიერის განმავლობაში მან გაიცნო ძალიან ბევრი ძალაუფლების მქონე ადამიანი და ელიტა, რომელიც ჩვენ ამარხზე ძალიან გვიყვარს და ასევე შეიძინა კუნძული $8 მილიონ. აი ეს კუნძული ხო გეცნობათ? ამ ხალხთან ერთად კი ზუსტად ამ პოპულარულ კუნძულზე ერთობოდა. ნუ ერთობოდნენ თავიანთი გაგებით, თორე ჩვენი გაგებით სულ სხვა რაღაცებს აკეთებდნენ. მის სახელზეა ბევრი ბავშვსა და ქალების ხვერპლად შეწირვა, გაუპატიურება, ტრეფიკინგი, კანიბალიზმი და მრავალი სხვა ბრალდება. ახლა უკვე წარმოგედგენა გაქვს როგორი ადამიანი იყო ის და რატომ არის ცუდი მის ფაილებში შენი გამოჩენა. აი ეს ხალხი გამოჩნდა მის ფაილებში და კარგად დაიმახსოვრეთ ამ საძაგელი ხალხის სახეები, იმიტომ რომ მათზე ვისაუბრებ შემდგომში. ხოლო აი ეს ხალხი კი დარჩა ნამუსით და მათი სახელი არ ფიგურირებს არაფერ საეჭვო ქმედებებში, რომელიც ჯეფრი ეპსტინის ფაილებს ეხება. და ძალიან გთხოვთ ამ ფოტოებს ნუ მიგზავნით, იმიტომ რომ AI-ით არის გაკეთებული. მადლობა. მის შესახებ არის 3 მილიონი პეიჯი ფაილების და ასევე 1000-ზე მეტი ფოტო და ვიდეო. ამ ყველაფერში კი ტრამპიც არის ბევრჯერ ნახსენები, კონკრეტულად რო გითხრა 1000-ზე მეტჯერ. ახლა რას აკეთებდა ტრამპი? ვირჯინია საჩივარში, რომელიც 2016 წელს დაიწერა, ნახსენებია რომ ტრამპი ძალიან ბევრ ფართის ესწრებოდა, რომელსაც ჯეფრი ეპსტინი ატარებდა. მაგრამ კონკრეტულად რო ტრამპთან ქონდა შეხება, აქ არსად არ ჩანს და არც თვითონ ამბობს. ზოგიერთ დოკუმენტში წერია, რომ ტრამპმა მხოლოდ ერთხელ იმგზავრა ჯეფრი ეპსტინის თვითმფრინავით მაიამიდან ნიუ-იორკამდე. ტრამპი ამას საერთოდ უარყოფს, რომ თვითმფრინავით გზავრობდა, მაგრამ ამ ფაილების გამოსვლის შემდეგ ირკვევა, რომ 90-იან წლებში იგი ხშირად გზავრობდა ეპსტინის თვითმფრინავით. რაც ეწინააღმდეგება იმ უარყოფებს, რომელსაც იგი აქამდე ამბობდა. ეპსტინის მსხვერპლმა ჯოანამ თქვა, რომ ეპსტინი ეუბნებოდა, რომ წარმატებულ კარიერას შესთავაზებდა თუ ტრამპისნაირ ადამიანს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში დონალდ ტრამპზე იყო სინკი, წაახალისებდა. ანუ აქ პირდაპირ ტრამპზე არ მიდის ჩივილი. აქ უფრო ეპსტინის ხელყოფის ცდილობაზე არის საუბარი. ტრამპიც და ეპსტინიც 1990-იან წლებში ხშირად ჩდებოდნენ ერთად და ტრამპი ამას არც უარყოფს, რომ იცნობდა და ხშირად იჩდებოდნენ ერთად. მაგრამ დონალდ ტრამპი ამბობს 2005 წელს ისინი აღარ იყვნენ მეგობრები, რადგან ეპსტინმა კონკურენტი უწოდა ტრამპის კაზინოს. დოკუმენტებში ასევე შედის FBI-ის მიერ ამოწერილი ტრამპის მიმართ საჩივრები, რომელიც 12 შეადგენს და არ იყო საჯარო. FBI-ში ასევე შეტანილია იმ ქალის საჩივარი, რომელიც უჩიოდა ტრამპს, რომ 13 წლის ასაკში მანმე გამაუპატიურაო. სამართლებრივი დეპარტამენტი კი ამბობს, რომ ეს ჩივილი არის უსაფუძვლო და ცრუ. ამიტომ დაიგნორდა. თქვენ რას ფიქრობთ, არის ტრამპი გარეული ამ ფრიქოფებში და ამ საზღვრობებში, რასაც შემდეგში მოვყვებით? დამწერეთ კომენტარებში. ბილ კლინტონი ხდება ფოტოებში, რომელიც არის ეპსტინის სახლიდან. ასევე მის თვითმფრინავშიც აქვს ფოტოები გადაღებული. მაგრამ მისი წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ 2006 წლის მერე, ანუ ეს 2005 და 2006 გაწეწეს რა, ანუ შეკრულები არიან. 2006-ის მერეო ისინი მეგობრები აღარ არიანო. ანუ როდესაც გამომჟღავნდა ეპსტინი, ყველამ დაიკიდა. ეს წყალებში. ახლა მისტერ ტესლაზე გადავიდეთ. 2012-2013 წლის ელ პოსტებში ჩანს, რომ ილონ მასკი ვიზიტს ეძებს აქტიურად ეპსტინის კუნძულზე. სადაც ის იწერება, რომ რომელ დღეს ან ღამეს ხდება ყველაზე გიჟი ფართიები მის კუნძულზე. ასე ვიგებთ, რომ მათი ერთ-ერთი შეხვედრა გაუქმდა ეპსტინის მიერ. ანუ რაც უდია ეპსტინმა თვითონ დაადო. მასკი ამტკიცებს, რომ მან თქვა უარი და არა ეპსტინმა. ამბობს, რომ მისი წერილები არასწორად განმარტეს, იმიტომ რომ თავად აწვებოდა იმ თემას, რომ ეპსტინის ფაილები ხალხს გაეგო და გამოეჩინა და რატომ იაწვებოდიო თუ ვიცოდი, რომ იქ მეც ვიქნებოდიო და ასე ცუდად ვიქნებოდიო აღწერილიო. და თქვენ რას ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ გამკეთებელი იყო ილონ მასკი, გამკეთებელი კი არა არის. აი ზედმეტ კითხვას არ დავსვა უეჭველი მჯერა. აი უეჭველი მჯერა. აი ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც უკვე ეპსტინის მიმართ საქმე აღძრულია და დამნაშავედ არის ცნობილი. აუ ეს გიჟი პრინცი ენდრიუ გადარეული იმენა ოჯახის სირცხვილი. ფუ. პრინცი ენდრიუ ეპსტინს იწვევს სამეფო კარის სადილზე. ასევე ამოტივტი და მისი ეს ფოტოები, რომელიც აი ელიზაბეთ მეორე რო ცოცხალი ყოფილიყო დღეს და ეს ენახა ეს ფოტოები. ჩემი აზრით მეორე ჯერ გარდაიცვლებოდა, ვახ მე მაპატი.
ჩემი აზრით არ მოეწორებოდა. აქ ხედავთ ქალს, რომელიც არ ამგონია უგონოდ იყოს, იმიტომ რომ ხელი აქვს ერთ-ერთ ფოტოში აწეული. და მასზე შეჯდა პრინც ენდრიუს, არ ვიცი თქვენ კონტექსტი ამ ფოტოების, ბევრის და უბრალოდ არის ფოტოები, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან არასასიამოვნო სადახავი ფოტოებია, მით უმეტეს როცა იცი რომ ის ადამიანი გიღებს, რომელიც ამდენ რაღაცაში არის გარეული და უკვე სულაც რომ თანხმობით ყოფილიყო ეს ყველაფერი და იმ გოგოსაც დომებოდა პრინც ენდრიუ, რაც ძალიან მეეჭვება. მაინც ცუდი აღსაქმელი იქნებოდა ჩემნაირი და შენაირი ადამიანისთვის. ამ ყველაფრის მერე მას სამეფო წოდებები ჩამოერთვა, მადლობა ღმერთს და იგი თვითონ ყველაფერს უარყოფს. და სხვათა შორის ძალიან ბევრი ბრიტანელი იყო ეპსტინის ფაილებში, მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო ალბათ პრინცი ენდრიუ იყო და ყველაზე სამარცხვინოც ალბათ. ახლა გადავიდეთ ბილ გეიტსზე. ბილ გეიტს Windows-ი არ დამიკრაშო ბიჭო. ეს ხდება ეპსტინის დღიურ იმეილში, რომელიც არის დაუსრულებელი სახის, ანუ თავისით რო იწერდა დღიურში, რომ ეს ხდება. მოკლედ მან ეპსტინი ამბობს, რომ ბილ გეიტსი წერს ანტიბიოტიკზე, რადგან მან აიკიდა სქესობრივი დაავადება მის კუნძულზე. როდესაც ამ ყველაფრით იყო დაკავებული რუს გოგოებთან, რომელიც ასევე იმყოფებოდნენ ეპსტინის კუნძულზე, და ბილ გეიტსი აბრალებდა, რომ შენი ბრალიაო ეს ყველაფერიო და ამიტომ ანტიბიოტიკები მომეციო, იმიტომ რომ ჩემ ცოლსაც გადავდეო. და რამენაირად მეც რომ მივიღო და ჩემ ცოლსაც რომ მივაღებინო, იმიტომ რომ შენი ბრალიაო და ბატონო ბილ, თქვენ რომ მე მან მიბრძანდებოდით და ამ ყველაფერს რო აკეთებდით და მე ცოლთან ბრუნდებოდით. ეგ არ იყო თქვენი ბრალი? აიგულავეთ? ვიძაშენს თუ რუს გოგოებზე აქვს ისტორია მოყოლი, როგორ მიფრინავდა რაღაც მანეთებად 90-იანებში მოსკოვში და მე ჩამოდიოდა გახარებული, გილოცავ. ვიძაშენს და ბილ გეიტს რაღაც საერთო ქონიათ. ამდენ მოსალოცი არ ვიცი, მაგრამ გილოცავ. გეიტსის ფონდი კი ამ ბრალდებას სრულიად ყალბად აღიქვავს. და რატომ იტყოდნენ რომ კი მართალია არ ვიცი, მაგრამ წარმოიდგინე ეს რა დადებული ხო? კი არ მართლა მოხდა ეგ, მაგრამ ძალიან ბევრი წყარო იუწყება რომ ამ ადგილზე კანიბალიზმის რამოდენიმე შემთხვევაც იყო, ბავშვთა მსხვერპლშეწირვა, ტრეფიკინგი, ქალთა გაუპატიურება და ჩვენ როდესაც ამ არხზე ვახსენებთ რაიმე სახის წვეულება, სადაც ელიტა არის მოაზრებული, ხშირად გვხვდება ასეთი დანაშაულები და ეს არის ძალიან საზღვრება. მაგრამ მოდი ამ ძიმე ბრალდებებიდან ცოტაოდენ გავხალისდეთ და ისტორიას მოგიყვებით, როგორ არის ეპსტინი და იუთუბერები ერთმანეთთან დაკავშირებული. ეპსტინს უყოვეს, რომ იგი ხშირად თამაშობდა Five Nights at Freddy's, ასევე ბრაუზერში შევიდნენ, ნახე რომ გეიმ თეორიის არხი გამოწერილი ქონდა და ვისაც უყვარს გეიმინგი და ასევე თეორიები, იცის რა არხზეც მაქვს საუბარი. ამით თუ იმჟელებ თეორიების მოყვარული თუ იყოს, დღეს შეიძლება ეპსტინი ჩვენი გამოწერიც ყოფილიყო. Five Nights at Freddy's იმდენად მოსწონდა ეპსტინს და მისი ისტორია, რომ ასე აჩუქდა კიდეც. მისი ისტორია არის ამოღებული, სადაც Five Nights at Freddy's პორნოს უყურებდა. დიახ, ჩვენ ცხოვრობთ ამ სამყაროში, სადაც ეპსტინი უყურებდა Five Nights at Freddy's პორნოს. თან ხშირად. ასევე მარკეტპლაიერთან არის დაკავშირებული ეპსტინი. მის მეილზე მოსული ნოტიფიკაციებიდან ხვდებით, რომ მას მარკეტპლაიერს რომელიღაც ვიდეოზე აქვს რაღაც კომენტარი დაწერილი და მოსდის მეილზე replies message, როდესაც ვიღაც იუზერი უწერს, რომ no mangle did it. და წარმოედგინე ასეთი სცენარი. 2015-16 წელია მარკეტპლაიერმა დადო ვიდეო, სავარაუდოდ მეც მაქვს ნანახი, იმიტომ რომ მარკეტპლაიერზე გავიზარდე და ამ ვიდეოს ქვეშ წერს ეპსტინი კომენტარს და თავის თეორიებს Five Nights at Freddy's-ზე და ვიღაც იუზერი დისკუსიაში შედის ეპსტინთან, თუ ვინ იყო ეს purple guy. რა საყაროში ცხოვრობ, პროსტა ამუღავებ. კარგი. და ეპსტინი დაკავებული იყო და როდესაც სასჯელს იხდი და 2019 წელს იგი თავის საკანში იპოვეს მკვდარი. და ამაზეც ცალკე თეორიებია, რომ დღეს ეპსტინი მაინც ცოცხალია. იმიტომ რომ რაღაცეები თავისი კუნძულიდან გაზიდული დახვდა FBI-ს, როდესაც რეიდი ხდებოდაო და ასე შემდეგ. ყველაზე საინტერესო რაც ამ 3 მილიონ ფაილში იყო, ალბათ ესენი იყო, ანუ ცნობილ ხალხზე, ანუ იქ კიდე 1000 სხვა ადამიანია და 1000 სხვადასხვა ფოტოებია და 1000 სხვადასხვა ვიდეოებია, რომელიც შეიძლება განიხილო, მაგრამ ვიდეოსთვის საინტერესო არ გამოვიდოდა. თქვენ რას ფიქრობთ, ვინ იყო ეპსტინის კუნძულზე და ვინ არ იყო? ან ვინ იყო და არის გარეული? და ფაილებში არ ამჟღავნებენ, იმიტომ რომ ამბობენ, რომ 6 მილიონი ფაილი იყო და სულ რაღაც 3 მილიონი გამოსცესო. გამოიწერეთ არხი, ვიდეო დაალაიქეთ, მალე ავიდეთ 70000 გამომწერზე. კარგად.